მედიაკავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში. გადაცემით ვეტერანის საათი. გადაცემის წამყვანი გახლავართ მე ზაზა კვიცარიძე. თქვენ გვისმენთ რადიო FM 105.0-ზე. ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტით. www.obiektivi.net. ჩვენი სტუდიის ტელეფონებია 2388 105, ვიმეორებ 2388 105. თქვენ რა თქმა უნდა კიდე შეგიძლიათ დავიკავშირდეთ Skype-ით, ლათინურ ასოებით აკრიფოთ ობიექტივი, შემოგვიერთდეთ და დაგვიმეგობრდეთ და ჩვენ შემოგვიყვანთ პირდაპირ ეთერში. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავან ბატონი შიო კობიძე, ასევე მამუკა არეშიძე, ირაკლი ბათიაშვილი და გელა ნიკოლაიშვილი. რაღაც პრობლემების გამო, ცაცობის გამო ბატონები შემოგვიერთებიან სულ მალე. მანამდე ბატონ შიოს მინდა გავესაუბრო ამ თემაზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ვეტერანი პოლიტპატიმრები და მათი დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ პირველ რიგში ალბათ უნდა შევეხოთ ყინწვისის საქმეს. რამდენადაც ვიცი ამ საქმეზე დაჭერილი არიან რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის მიხეილ ცილიკიშვილი და ბატონი გოგუაძე. გოგუაძის სახელი მე სიმართლე გითხრათ ამ წუთის არ ვიცი, ალბათ მეტყვიან. და მინდა გითხრათ ასევე რომ დღეს Skype-ით დაგვიკავშირდება ქალბატონი ცილიკიშვილის მეუღლე მიხეილის ქეთევან პერანაძე ბრიუსელიდან. ბატონო შიო, მოგესალმებით. მოგესალმებით. რა მაინტერესებს აი ყინწვისის ამბავზე, იქნებ მოგვიყვეთ ისტორია რა მოხდა, როგორ იყო ყველაფერი იქ. ეს მოხდა, როდესაც შარშან ქონდა გამოსვლები თბილისში, აი ცნობილი მონერიტას დამთავრდა მე 26 მაისის დარბევით. მაშინდელი მოვლენების მსხვერპლი არიან ეს ბიჭები, ეს ვეტერანი ბიჭები. მიხეილ ცილიკიშვილი იყო დაცვის უფროსი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, გოგუაძის. სახელი არ მოხსოვს იმ ბიჭის. და უბრალოდ ოფიციალურად გაფორმებული იყო როგორც დაცვის უფროსი, მეტი არაფერი. არანაირი პოლიტიკური იმაში არ იყო. ამ მოვლენების დროს 26 მაისამდე ისინი აიყვანეს ყინწვისში. ყინწვისში იყვნენ წასულები ბიჭები უბრალოდ მოსალოცად. მეტი არაფერი. და მე პროკურატურა მაყურებლისთვის ყინწვისი სად არის აღწერეთ ეს ადგილი? ყინწვისი არის ქარელის რაიონში. ქარელის რაიონი, რამდენად ვიცი მონასტერიც არის ხო? მონასტერში. მონასტერში იყვნენ. მონასტერში იყვნენ, სუფრაც კი გაშლილი იყო თვითონ. ჩვეულები არაფერი არ ხდებოდა. მაგალითად ერთად იყვნენ ჩვეულებრივად? ბერებთან ერთად. დაესწრნენ თავზე სპეცნაზი, გეგონება დიდი უშველებელი რაღაცა სპეცოპერაციას ამზადებდნენო და დაიჭრეს შეიარაღებული ამბოხის მუხლით. როდესაც აუყენეს შეიარაღებული ამბოხი. დაცვის უფროსი ოფიციალურად, ხო, დაცვის უფროსია. და ანჩენ ბიჭებს ვერაფერი ვერ უნახეს იარაღი. და ერთი რაღაცა პისტოლეტი იყო მანქანაში ჩადებული, დაცვის უფროსი არის, ხო? უიარაღოდ ხوار დაიცავდა. ვისი დაცვის უფროსი იყო კონკრეტულად? აი ისა, ეხლა მოვლენა აი გელა ნიკოლაიშვილი და ირაკლი. მისი ადვოკატი არის. ერთ-ერთი ადვოკატია თვითონ გელა. მე ვიცი მეუბრალოდ ეხლა გული შემტკივა ჩემს ვეტერან ძმებზე, რომლებიც სუტყუილად აიყვანეს პოლიტიკური ნიშნით. და ამათთან ერთად სასტიკად ცემეს, უსასტიკესად ცემეს. ძალიან სერიოზული ამბავი იყო მაშინ და ამას მოყვა მე 26 მაისი ვერამდე. ამას მოყვა 26 მაისის ეს დარბევა. და საქმე ისაა რომ ეს ბიჭები, ეს ვეტერანები მარტო აი 26 მაისის ამბავზე კი არ არიან დაჭერილი, მანამდეც არიან 7 ნოემბრის დროსაც არიან დაჭეrilები და სასტიკად ნაცემები. 7 ნოემბრის ამბავზე მერამდე ზალციხარულიძე იყო დაჭერილი, რომელიც დაჯარიმებით გამოუგეს. გადაჭრა, დაჯარიმებით გადაჭრა. თქვენ ვიცით რომ ძალიან მძიმედ სასტიკად იყავით ნაცემი და მძიმედ მდგომარეობაში იყავით გადაყვანილი ჰოსპიტალში, რამდენადაც ვიცი მოგვიყევით ამ პროცესში. ეს იყო გისმენთ? ლია მუხაშაურია. ლია მუხაშაურია თქვენი ადვოკატი. საქმე სტრასბურგშია, რამდენადაც ვიცი. საქმე სტრასბურგშია. როგორ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? არაფერი ქაშოდის ეკლესიასთან. წინ ჟურნალისტ ჩაცხეს თავში დუბინგა. ხო და მე უთხარი რა შევი ბიჭო მეთქი და ეს ვინ ჩაცხო სპეცნაზმა? სპეცნაზმა, კი. სპეცნაზმა. ეს ჟურნალისტი ვიცით ვინ არის? არა, არ ვიცი ჟურნალისტი გადაღებულია, დაფიქსირებულია. გასაგებია, რომელი არხის იყო? არ ვიცი, ვერ გეტყვი ზუსტად. ეს ფაქტი არსებობს და გადაღებულია ყველაფერი. ხო საიტებზე ჩემი ის ცემაც ყველაფერი დაფიქსირებულია გაზეთებში და ეს გადაგზავნილია ეს საბუთები ყველაფერი სტრასბურგში არის, როგორც მე მეუბნები. როგორ არის იქ საქმე სტრასბურგში?
არ ვიცი ჯერ როგორ არის. პასუხები არაფერი არ აქვს. არა, მან რაღაცა რამდენიმე წლიანის ყოფილა. წარმოებაში. პროცესი ხო, საკმაოდ გრძელია, მაგრამ საქმე წარმოებაში თუ არის მიღებული, აი ეს არის. წარმოებაში არის მიღებულიო, პასუხებია, ესე თქვა. თქვენი ადვოკატი რას გეუბნებათ ხალბატონი ლია მოხაჩაურია? ხალბატონი ლია არ მინახია, კაი ხანია და შევეკითხები. ხო, ამის დროს არის ახლა ესეთი ამბები რომ მოხდა. აი ბატონი მამუკაც მოვიდა არეშვიდეც. შემოგვიერთდება და უბრალოდ თავარი ის არის ვეტერანები, რომლებიც საქართველოს ცინიზმი, ყველაზე დიდი ცინიზმი ის არის რომ ვეტერანები, რომლებიც საქართველოს გულისის სისხლს აქცევდნენ, ამ წინა ხელისუფლებამ გამოაცხადა სამშობლოს მოღალატეებად. ხო და აი ესეთი არანორმალური რაღაცი ბრალდებები რომ აქვს წაყენებული, ამაზე გვიждდებით ჩვენ ყველანი რა. როგორ შეიძლება ვეტერანს და ვეტერანებს ქონდეთ სახელმწიფო ღალატისთვის წარდგენილი ბრალი. როცა მათ საქართველოსთვის ტყვიას უშვერდნენ შუბს. ბატონიშვილი, ჩვენ ახლა შემოგვიერთდა მამუკა არეშიძე. გამარჯობთ ბატონო მამუკა, მოგესალმებით. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ვეტერანი პატიმრები. და მათი მდგომარეობა დღეს ისინი უკანონო პატიმრებად მოიხსენებიან და რამდენსაც თქვენ იცით და ჩვენც ვიცით ყველამ და რა მდგომარეობაში არიან ისინი. განსაკუთრებით ჩვენ ვიხილავთ კინწვისის საკითხს. კინწვისში დაპატიმრებულ პატიმრებს. მე რა მაინტერესებს ახლა რამდენსაც ვიცი ეს კინწვისში ხო? იყო დაპატიმრებული მიხეილ ცილიკიშვილი. აი რა იცით მისსა და გოგუას და კიდე რამოდენიმე. აი ამ თემის შესახებ როგორ არის? იცი რა შეესახმე ახლა თავისთავად ფაქტი რომელზეც თქვენ მესაუბრებით არის ეპიზოდი იმ დიდი ისტორიებისა, შეიძლება ითქვას, რომელსაც ქვია ვეტერანების მიმართ მიდგომა სამართალდამცავი ორგანოების თუ ასე თუ კანონდამცავი ორგანოების. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ახლა ამ სამ ადამიანს ვის თქვენ ჩამოთვალეთ კონკრეტულად მე არ მაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ თავისთავად დასაწყისზე მაქვს ინფორმაცია, როგორც მოხდა მათი შეტყუება, ესე იგი, ესე ვთქვათ, მისი პროვოკაციული ფორმატის შექმნა და მათი დაპატიმრება. აი, მაგაზე მაქვს ინფორმაცია და ხა ამ მდგომარეობაშია დღეს კონკრეტულად ინფორმაცია რა თქმა უნდა. ნუ ხა მე ვიცი, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შეექმნა პროვოკაციული ფონი მეუფეიობისათვის. დიახ. ესა და ამ ადამიანების გამოყენებას ყირიმის მის ეპარქიაშია რამდენადაც ვიცი, ხო? კი, ცდილობდნენ აი მის წინააღმდეგ როგორღაც კაცრავად მოეხერხებინათ. პრინციპში ეს ადამიანები შეეწირნენ არაფერს, შეიძლება ითქვას, ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებულ ავანტიურას იმისთვის, რომ მოეხდინათ დისკრედიტაცია აი ამ სამღვდელოების რამოდენიმე ადამიანის. და როცა მოხდა მათი დაკავება, რაღაცა თქმა უნდა გაემართლებინათ მერე და შეთითხმეს 1000 გვარი ბრალდება, რომელსაც არანაირი საფუძველი. თან თავისებური პრევენცია ჩაატარეს 26 მაისზე, რომ ეს ხალხი არ მოხვედრილიყო და 26 მაისის დარბევა გაემართლებინათ. კი, რასაკვირველია, მაგრამ ვიღაც ხოვნა ყოფილიყო დამნაშავე. პრინციპში არ გამოუვიდათ ეს ნომერი, იმიტომ არ გამოუვიდათ, რომ ვერ მოახერხეს, როგორც თვითონ ამბობდა ეს ყადაშევი. ტრის ხატი ვერ შექმნეს. ხო, ვერ შექმნეს და ღლავი ვერ დაიჭირეს. ღლავი ვერ დაიჭირეს. ღლავი ვერ დაიჭირეს და ადამიანები, ესე იგი, ამდენი ხანი ციხეში არიან, აბსოლუტურად ზოგ შემთხვევაში ზოგმა არც კი იცის რა თემა რა არის, თემა რის გამოა დაპატიმრებული. ეხლა იქ სხვებიც არიან ვეტერანების გარდა. ხო და საბოლოო ჯამში ეს არის კიდე ერთი სამარცხვინო ფურცელი ქართული სამართალდამცავთა ისტორიაში. ამ პერიოდის, რასაც ქვია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი. საერთოდ რა არის, სააკაშვილის პერიოდის კი არის. მე მინდა თუ ვიტყვი ამას თაობაზე, საერთოდ თქვა დამოკიდებულების თაობაზე ვეტერანთა მიმართ. ჯერთი ვეტერანი ბრძანდები. კი, მე ვარ ვეტერანი და გორგასლის ორდენის კავალერი. ვიცით ეს უყურებელად, მაგრამ წარდგენა არ გჭირდებათ საკმაოდ. ხო და საქმე ის არის, რომ ეხლა მაგალითად ამ წუთში ორი ვეტერანი შიმშილობს რამოდენიმე შიმშილეთა შორის გარდაბნის რაიონში და უნდა გითხრათ, რომ არავის არ აინტერესებს ადამიანის ვიწრო ჯგუფი. ეს ხალხი შიმშილობენ თავიანთ საკუთარ სახლში, ხო? არა. აბა, გარდაბნის რაიონში რა? ხო, მე რას გულისხმობ, რომ დაპატიმრებულები არ არის. არ არის. ამ შემთხვევაში მე ვიცი, რომ პატრონობაზე ლაპარაკობ. მის შემშილების მიზეზი არის უსამართლო არჩევნები. ნუ ეს საკეთ თემა არის, ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ამ სიტუაციაზე. არა, მე უბრალოდ რა მინდა გითხრათ, მინდა საერთოდ დამოკიდებულების თაობაზე. დამოკიდებულება არის აგდებული, ნიჰილისტური, ესე იგი და ფეხებზე მკიდია. ეს არის როგორც საკანონმდებლო დონეზე, რაც კანონმდებლობაში ჩადებული დღეს, ისე საყოფაცხოვრებო. ბატონო მამუკა, ჩვენ ველოდებით ზარს ბრიუსელიდან ქალბატონი ქეთევან
პერანაძის, რომელიც არის მიხეილ ცილიკიშვილის მეუღლე, ამიტომ მინდა რომ ზარი რახან არის შემოსული, ხომ არ არის რომ გისმენთ ბატონო თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ დიდ ბოდის მოგესალმებით. დიდი პატივისცემით გამიხარდა ირმას დაბრუნება. მამუკა როგორ ხარ? არაბიშევს. რეზო არამაშუკელი. ბატონო რეზო. გამარჯობათ ბატონო რეზო, მოგესალმებით. მინდა სახალხო დაგიდასტო რომ მიყვარხარ ძალიან და ყველაფერი მჯერა შენ, იმიტომ რომ როდესაც საუბრობ, ყველაფერი აბსოლუტურად დაზუსტებული გაქვს და აერში არ ლაპარაკობ, ემოციების გარეშე იცი ყველაფრის თქმა. მე რა მინდა ეხლა გითხოთ, რაშია საქმე? თუ ეს ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა და ღმერთმა ქნასო ბოლომდე ასე კარგად დამთავრდეს. რატო კონტროშობენ ისევე, ესე იგი, რატო მოიღერა ყელი ზოგ-ზოგიერთმა? რატომ უნდა მანდამაინც ისე შუმის შეტევები რატომ იწყება ეკლესიის მიმართ? რატომ გვაძალებენ ისეთ რამეებს, რაც ჩვენ სულიერებას მანდამაინც არ ეთანხმება? მე ვამბობ ნაწილს იმ არასამთავრობოებისას, რომლებიც დღესაც გრანტებით კარგად მაძღრები არიან. მე ამის თქმა მინდა ჩემ მამუკა რომ მე პირადად როგორც ერთი ქართველი და რიგითი მოქალაქე მე ვერასოდეს ვერ შევეგუები იმას რომ ეს იყოს დაძალებული და ეს იყოს პრიორიტეტი როგორც აქამდე იყო ესე იგი და ამაში მე შენაირი კაცების და ქართველების იმედი მაქვს რომ ცოტა უფრო ქართულად ვისაც უძგერს გული უფრო ისეთ რამებზე ვიფიქროთ რაც ჩვენ გამოგვადგება და რის გამოც ჩვენ აქამდე როგორც ერი დავჭით ამ ქვეყანას. თქვენთან ერთად ბატონო რეზო, თქვენთან ერთად უნდა ვიმზაუდოთ ამ ყველაფრისათვის. თქვენ ჯერ კიდევ გჭირდებით და გისმენთ ბატონო მამუკა, რას გვეტყვით ბატონო რეზოს? ესე იგი ბატონო რეზოს შემჩნევა არის, შემჩნევა დავარქვათ, დავარქვათ ესეთ ნათქვამი, არის გამოძახილი იმ განწყობებისა, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილშია, ვინც უფრო ღრმად ხედავს პრობლემას. ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი ის, ვინც განწყობილი იყო ოპოზიციურად, მოიცვა ეიფორია. არიქა გავიმარჯვეთ და შეცვალეთ ყველაფერი უკვე შეცვლილია და ეხლა არის გადასული პერმანენტული кейფის რეჟიმში. кейფს ამ შემთხვევაში სუფრას არ გულისხმობს, განწყობას გულისხმობს. ასე არ არის, იმიტომ რომ არ არის მოსპობილი ჯერ იდეოლოგია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის დაჩაგვრაზე, განადგურებაზე და მის დამონებაზე და არ არის მოსპობილი ის ჯგუფები, რომელიც ამას აკეთებდნენ. მე ამ შემთხვევაში მოსპობას, ფიზიკურ მოსპობას არ გულისხმობ. მე გულისხმობ, ესე იგი, ასე ვთქვათ, შეცვლას იმ ფილოსოფიისა, რა ფილოსოფიითაც მოქმედებდა, ცხოვრობდა და მოქმედებდა ეს ხელისუფლება და საზოგადოების მცირე ნაწილი. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ეს არ არის ჯერჯერობით ნიველირებული. ამის გამო რეზო ამაშუკელის ესე იგი განწყობა შიში იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება გადმეორდეს, აბსოლუტურად საფუძვლიანია. ეიფორიას უნდა გავანებოთ თავი. ყველაფერს თავი დავანებოთ, მათემატიკა არსებობს, ხო? განსხვავება პარლამენტში გასული ქართული ოცნების სადეპუტატო კორპუსისა და ნაციონალური მოძრაობის სადეპუტატო კორპუსის იმდენად მცირეა, რომ მე პროგნოზირებ მომავალ წელს, როცა პარლამენტი სისხლციანად იმუშავებს, სრულად იმუშავებს, ეს იქნება გაუთავებელი დავა და ნებისმიერი ინიციატივა ქართული ოცნებიდან წამოსული იქნება ტორპედირების ობიექტი ნაციონალური მოძრაობის. გასაკუთრებით ადვილი იქნება, ამიტომ გეუბნები ცოტა რო არის განსხვავება. ესე იგი, ეს ჩვენ უნდა ვიყოთ მომსწრენი გაუთავებელი ომისა. თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჯერჯერობით არის. რომ რასაკვირველია, არსებობს სხვა მეთოდოლოგიაც, როგორც შეიძლება ამას ებრძოლოთ, თუნდაც იმით, რომ ქართული ჟურნალისტიკა, ქართული სამართალდამცავთა კორპუსი წესიერ ადამიანებს გულისხმობს, ქართული საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული აი ამ ხნის განმავლობაში იმ დანაშაულთა დეზავუირებაზე, რომელიც ჩადენილი აქვს ნაციონალურ მოძრაობას წლების განმავლობაში. მათ შორის ვეტერანთა წინააღმდეგ, მათ შორის იმ დარბევის ფაქტების თაობაზე, რომელიც მოხდა ჩემო ბატონო იმის მემორიალთან. თუ გახსოვთ, რო გაილახა, ესე იგი ჩვენი მოძმეები და ჩვენი ძმები. ესე იგი ყველაფერი ეს უნდა იყოს განუწყვეტლივ გამოტანილი ტელეეკრანის, ესე იგი წინა პლანზე, ჩემო ბატონო, საინფორმაციო საშუალების წინა პლანზე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები ამაში არიან დამნაშავე. და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მეთოდი, რითაც შეიძლება ნიველირება იმ წინააღმდეგობისა, იმ შეფარული წინააღმდეგობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გაწევს. აი ეს არის მეთოდი. დანარჩენ შემთხვევაში მართალი ბრძანდება ბატონი რეზო და მე ვთვლი, რომ ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად ადამიანებო იყავით ფხიზლად, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დღეები გველის. ეს არა, ეხლა დღეს არმია შექმნეს თავისი, ხო ნახეთ, ქალაქის მერიამ, რა. ქალაქის მერიამ, ხო რაღაც არმია თავისი დამოუკიდებელი არმია შექმნა, თავისი შეერაღები, თავისი წესდები, თავისი ესე ვთქვათ, რა ვიცი, რაც ატრიბუტიკაა ყველაფრის.
ეს არმიერისთვის არის. იქ წერია კიდევაც, ხო, დაიცვას ობიექტები, მაგრამ დაიცვას პირადად ქალაქის ხელმძღვანელობა ვისგან, ვიყავდეთ ხო ჩვენგან. ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის გარკვეულწილად გამოწვევა. ძალიან სახიფათო თემაა, ძალიან სახიფათო თემაა. ბატონო მამუკა, დღეს ხა ამ შუში რაღაცა მინდა რა, ბატონო მამუკას რა. თქვენ ვეტერანი ხართ. და აგერ ირაკლი შემოგვიერთდა ვეტერანია და მე რა მაინტერესებს ვეტერანები თანამებრძოლებს ბრძოლაში ტოვებდნენ? არა, მაინტერესებს აი მაშინ ვერ გავიგე ქართულ ოცნებაში როგორ შეიძლება რომ გაყალბებული არჩევნებისთვის არ იბრძოლოს ქართული ოცნების მთავარმა შტაბმა, ასე ვთქვათ. აი რატო შევშილობენ ის ვეტერანები გარდამაშები? შიო, ეს სერიოზული თემა რა ჩვენ წამოწიე, მაგას ჩვენი გადაცემის ფორმატი არ ეყოფა. მოდი ჩვენ ახლა ბატონი გელა შემოგვიერდა, ბატონი ირაკლი შემოგვიერდა, ამ ხალხს წარდგენა არ ჭირდებათ ისე როგორც მამუკა არეშიძეს. მოგესალმებით, ერთი წამით შემოშიო, გენაცვალ ერთი წამით ბატონებო მოგესალმებით, ძალიან სასიმონო რომ თქვენ შემოგვიერთდით. ჩვენი გადაცემის თემა მოგეხსენებათ არის ვეტერანი პოლიტპატიმრები და მათი დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ შევეხეთ პირველ რიგში ყინწვისის საქმეს. ყინწვისის საქმე ძალიან სერიოზული სირთულით გამოირჩევა ბატონი გელარი ამის ყველაფრის თავიდან ბოლომდე ყველაფერი იცის ამის შესახებ. ერთ-ერთს მე მგონი გოგუაძეს თქვენ იცავდით კიდევაც? არა, ვარლამ ჩარკვიანს. ვარლამ ჩარკვიანს, ხო? და ძალიან ვთქვათ ბატონო გელა, სანამ ბატონი ირაკლის დავესაუბრებით. გითხარით აი რა ხდებოდა ამ შემთხვევაში, როგორ იყო ყველაფერი, რა მოხდა და ეხლა რა მდგომარეობა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ოღონდ ერთ წამს ბატონო გელა ზარი მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ბრიუსელიდან ველოდებით ერთ-ერთი ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? შემიძლია გესაუბროთ. ბატონო კი ბატონო, ოღონდ მოკლედ თუ შეიძლება. დიახ. რადგან ბატონი მამუკა მაგ არის და ბატონ მამუკას გარდა კიდევ აბსოლუტურად ყველა ობიექტივის ყველა მოსვეულს და კეთილშობილ ყველა გთხოვთ რომ აი ის ფრაზა რომელიც ღარიბაშვილმა ახალმა დანიშნულმა მინისტრმა წარმოთქვა ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ან თქვენ დასვათ ეს საკითხი ქალბატონო აბსოლუტურად გეთანხმებით მაგ საკითხში მაგრამ თქვენი გადაცემის თემა ქალბატონო ქალბატონო არის სულ სხვა ვეტერანებთან დამოკიდებული სიტუაციები ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ გვაქვს ყინწვისის საქმე და 7 ნოემბრის საქმე და უამრავი ეს საქმე გასახილველია ჩვენ გვყავს ვეტერანი პოლიტპატიმრები რომლებსაც სასწრაფოდ ჭირდება დახმარება დაცვა და მდგომარეობიდან გამოყვანა. დიდი ბოდიშის მოხდით ქალბატონო, მაგრამ უნდა მივცეთ ბატონ გელას და ბატონ ირაკლის და ბატონ მამუკას საუბრის საშუალება. გისმენთ ბატონო გელა თქვენ მოგახსენებთ რაც შეეხება ყინწვისის დაკავებულ 24 პანტიმარს თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს სჭირდებოდა პროვოკაციისთვის ხელისუფლებას იქ რა მეთოდებით გამოიყენეს მათ წინააღმდეგ ესეც უკვე საყოველთაო ცნობილია და დღესდღეობით მე სხვა ადვოკატებიც მირეკავენ სხვა მსჯავრდებულების და ამბობენ რომ მათ უნდათ ილაპარაკონ სიმართლე რაც ხდებოდა ამ შემთხვევაში მათ მიმართ როგორ წამების რა სახეს და საშუალებებს იყენებდნენ მათ ყველას აიძულებდნენ რომ ეღიარებინათ ეს განზრახვა თითქოს გადატრიალება შეიარაღებული ძალების საშუალებით აპირებდნენ და ამ პირობით ის მათ გაუფორმეს ყველას პრაქტიკულად თუ არ ჩავთვლით გოგუაძეს და კეშელავას საპროცესო შეთანხმებები. ამჯერად მე ვფიქრობ, როდესაც პოლიტპატიმრების საკითხი და საერთოდ საქმეების გადასინჯვა სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცილიკიშვილს არ გაუფორმეს რამდენადაც ვიცი, ხო? ბატონო, ეხლა ცილიკიშვილს. არა, მე როგორც ვიცი, ყველას გაუფორმეს. და როდესაც ლაპარაკია გადასინჯვაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას ყველა ამბობს პოლიტპატიმრების საკითხი უნდა განიხილონ, თუმცა მე ერთ ქალბატონის ფრაზასაც ვიტყვი ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებით. ჩვენ სწორად გაგებული უნდა სწორად უნდა გავიგოთ ისიც რაც თქვა და გააკეთა პრეზიდენტმა, როდესაც ამბობდა ნულოვან ტოლერანტობას და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დანაშაულის მიმართ რა თქმა უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა. ყველა დანაშაული ისახურებს ადეკვატურ სასჯელს, მაგრამ არა სადისტურს, არა 2-3 წელი რო ეკუთვნის და 20 და 30 წელი შეეცირა ის ადამიანები, ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში რო ამბობენ. ამაშია საქმე, თორე თუ ცხოვრებაში გაატარებ იმას, რომ რა თქმა უნდა ყველა დანაშაულს ადეკვატური სასჯელი უნდა ქონდეს, ეს ადეკვატურობა რა არის? არა ვთქვათ ჯოხებით გაუპატიურება და საშინელი სადისტური მეთოდებით იქ ყოლა ამათი, არამედ ობიექტური გამოძიება. ოღონდ უნდა შეეხებოდეს ეს ყველას და არა ეს ჩემიანია და ყველაფრის ჩადენა. ბატონო, მე ამიტომაც დავაკვირდი ხალხის მოსახლეობის აი საუბრებს სოციალურ სექსელებში. ყველა ამ ფრაზის უკმაყოფილოა და იცით რატო ალბათ სააკაშვილის საფრაზა რო გამეორდა უბრალოდ ეს არის ესა რო გამეორდა შეიძლება
შეიძლება ის მაგრამ შინაარსობრივად თუ ნორმალურ შინაარსს ჩავდებთ ამას. აი სიტყვა ადეკვატური რომ გამოეყენებინე ბატონ ღარიბაშვილს იქნებოდა არაჩვეულებრივი და იქნებოდა რა თქმა უნდა ეს ფრაზის ბრალია რა სხვა არაფერს მაგრამ არა უჭირს ყველაფერი კარგად იქნება აიხსნება ეს ყველაფერი და ახლა რა შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა თქვა დანაშაულზე ჩვენ ტოლერანტები ვიქნებით მიდით დანაშაული ჩაიდინეთ მაგას თვითონ დამნაშავეები არის ახლა არ დაგვიჭიროთ ბატონო ირაკლი მოგმართავ თქვენ იყავით თვითონ პატიმარი თქვენ თვითონ იყავით სინდისის პატიმარი მე რამოდენად ვიცი პოლიტიკური პატიმარი რა თქმა უნდა სულ აი ისემდენად ახლა არის ბატონი გელა ნიკოლაიშვილი ადვოკატი იყო თქვენი ადვოკატი მე ახლა აი რომ ახსენდება იმდენად წარმოუდგენელი სიტუაცია იყო თქვენი დაპატიმრება მაშინ სატელეფონო საუბრის გულიზე რომ ადამიანს იჭერენ ისეთ შეშინებული დადიოდა მთელი თბილისი ტელეფონს ახლოს აღარ იკარებდნენ გითხარით თქვენი ამბავი როგორ იყო მე მინდა გითხრათ რომ მე და ერთსაც გეტყვით ამას წინა ჩემმა წინააღმდეგ მოძრაობის ხელმძღვანელმა სოსო მანჯელი თქვა ანუ ტელეფონზე აღარ მინდა ლაპარაკო რატომაც სოსო მინდა აღარავინ მისმეს და რაღა ვილაპარაკო ეს ხუმრობს მე მინდა გითხრათ რომ პრინციპში მე მაინც ამაყი ვარ იმით რომ ამ საშინელი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში დაპატიმრებული ვიქენი მათ მიერ ნამდვილად ესე იგი ძალიან ქვეყნის ინტერესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის კერძოდ რომელიც ეხებოდა კოდორის ხეობის ბედს მოგეხსენებათ მე აქ მარტო სატელეფონო საუბრებზე არ იყო მე ბრალი როცა წამიყენეს იქ შედიოდა სატელეფონო საუბრები და სატელევიზიო ჩემი გამოსვლები მე ჩემ პირველ სატელევიზიო გამოსვლაში რომელიც გადაიცა პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ით მე გამოვედი და ვთქვი რომ დაუშვებელია კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა დაუშვებელი მონადირე ხო როგორც მახსოვს იქ იყო ბატალიონი მონადირი რომელიც სრულიად ესე იგი სრულიად გაუმართლებლად იქნა გაუქმებული ესენი იყვნენ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ბატალიონი რომლებიც მთელი წლების განმავლობაში აფხაზეთის ომიდან დაწყებული ბოლო პერიოდამდე ბოლო მომენტამდე ფაქტურად ისინი იცავდნენ სწორედ კოდორის ხეობას კოდორის ხეობის მთელი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი კოდორელების სპეციფიკიდან გამომდინარე გასაშვებია ამაში ეხა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერს საკუთარი ქვეყნის მოღალატეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხელ თავრობას და ხელისუფლებას შეიძლება გაეკეთებინა ის რომ განეიარაღებინა ეს ბატალიონი და ეს ხალხი რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში იცავდნენ ამ ხეობას მე მაშინ გამოვედი ამის წინააღმდეგი ჩემი სატელევიზიო გამოსვლებიც ჩემი სატელეფონო საუბრებიც ყველაფერი იყო სწორედ ამის ირგვლივ რომ დაუშვები რა თქმა უნდა ეხლა კრიმინალი კოდორის ხეობაშიც იყო თბილისშიც იყო კახეთშიც იყო საკრიმინალი ყველგან არის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს შესაბამის ზომებს შესაბამის ღონისძიებებს მაგრამ როდესაც ადეკვატურს შეგყავს მთელი შეიარაღებული ესე იგი ქვედანაყოფები და ფაქტიურად ახდენ მთლიანად იქ მთელი მოსახლეობის მთელი ამ ბატალიონის გაუქმებას და განიარაღებას და ესე იგი ფაქტიურად მთლიანად დაუცველს ხდით მთელ ხეობას და თვითონ როგორ დაიცვეს ეს ჩვენ ნახეთ 2008 წლის აგვისტოში აქ უკვე ჩდება ეჭვი რომ ეს საერთოდ წინასწარი ჩანაფიქრი ხო არ იყო ბევრმა გამოთქვა მაშინ ეს ეჭვი მე მაშინ ბევრი მეუბნებოდა რომ ამისთვის ხო არ ხდება ეს ოპერაცია და იყო თქმული კიდევაც რომ შემდგომ ჩააბარონ ეს კოდორის ხეობა როგორადაც მართლაც და მათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთი ტყვის გასროლის გარეშე ჩააბარეს ეს ხეობა მაშინ როდესაც თვითონ ის მოსახლეობა კოდორელები მას იცავდნენ მთელი წლების განმავლობაში გმირულად როდესაც ესე იგი მას უტევდნენ ბაგრამიანის ბატალიონები როდესაც რუსები დესანტებს სხავდნენ იქ და მთელი ესე იგი 1000 უბედურება ხდება ისე ეხლა ბატონო ერთი უბრალოდ გადაობა და თქვა რომ აი ხლუცა პოლიტპატიმრებზე ვლაპარაკობ და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ სწორედ აი ამ ამბებთან დაკავშირებით სრულიად აი აბსურდულად არაფრის გამო მხოლოდ როგორც მძევალი დღესაც ის ქალბატონი ნორა კვიციანი ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი დამსახურებული ქალბატონი არ არის როგორ აღარ უნდა ვიბრძოლო ამ ქალის გამოსვლა არა ნუ ეხლა
ერთი წამითაც აღარ უნდა იჯდეს, რახან სააკაშვილის აღარ ხელისუფლება ეს ყველაფერი. არც კალბატონი ნორაკვიციანი უნდა იჯდეს. არც გია სალუქვაძე უნდა იჯდეს. არც ივად ჩიღვანაძე უნდა იჯდეს. არც ზვიად ბერიძე და ეხლა რომ ჩავთვალოთ, ეს არის 100-მდე პოლიტიკური მეტი პატიმარი და უკანონო პატიმრები, მარტო უკანონო პატიმრები ფართო ცნება, რა თქმა უნდა. და მე ვფიქრობ, ეხლა მე ჩვენ ყველა რა თქმა უნდა ვართ დიდი იმედებით ავხსილები, დიდი ოპტიმიზმით, იმ ცვლილებებით რაც მოხდა, საოცარი რაღაცა მოხდა, როცა ჩვენ ქვეყანას აცდა სისხლისღვრა, უბედურება, კატაკლიზმები და ესე მოახერხა მართლაც და ბიძინა ივანიშვილმა რომ და მისმა ძალამ რომ ეს ცვლილებები დაწყებულიყო და აი ამ რეჟიმისგან დაიწყოთ განთავისუფლება ამ მანკიერი რეჟიმისგან აი ამ უბედურების გარეშე ამ კატაკლიზმების გარეშე ეს დიდი რამეა მაგრამ როცა ლაპარაკი არის ავტორიტარული რეჟიმის აი სააკაშვილის მიერ დანატოვარი ამ საშინელი რეჟიმის დემონტაჟზე აქ ლაპარაკი უნდა იყოს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს და პირველი ნაბიჯი როცა ჩვენ დავინახოთ და ნამდვილად ეს ამ რეჟიმის დემონტაჟი იწყება. ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების და უკანონო პატიმრების განთავისუფლება სხვადასხვა მექანიზმებით. ჩვენ ველოდებით ბრიუსელიდან ზავს ქალბატონი ქეთევან პერანაძის, რომელიც არის მიხეილ ცილიკიშვილის მეუღლე. ამიტომ უნდა შეგაწყვეტინოთ. გთხოვთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ ქალბატონო? გამარჯობა თქვენს. მოგესალმებით. მე მაინტერესებს 260 მუხლის მეორე ნაწილის შესახებ. პიროვნება, რომელსაც საუბარია. ქალბატონო, 260 მუხლის მეორე ნაწილი ეს არის ნარკომანებთან დაკავშირებული, რაც არანაირად ამ შემთხვევაში არ ეხება ვეტერანებს. ძალიან დიდ მოდის მოგიხდით. ასეთი ეს გადაცემა, რომელზეც თქვენ უნდა დაინტერესდეთ, მიყავს კოტეინაში და გთხოვთ ამ გადაცემას, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ვეტერან პატიმრებზე. დიდ მოდის მოგიხდით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს გადაცემაში, ძალიან სერიოზული სტუმრები და ძალიან სერიოზული თემა. მაპატიეთ თუ შეიძლება. ბატონო ირაკლი, რა ვქნა, ალბათ ესე უნდა მოვისეთ, იმიტომ რომ 260 მუხლი მე გასაგებია ეს ყველაფერი ყველანი. შორის არის ხელმელი პოლიტიკური პატიმრი, რომელიც ამ მუხლით არიან გამართლებული. ეს არის ძალიან სერიოზული თემა. მე მიგეთ მაგალითად გორგიაშვილები, ადამიანები. ერთი და ორი გადაცემა. მაგალითის სახით გეტყვით, აი ბატონი გელა ნიკოლაიშვილი არის შესანიშნავად საქმის გულში, ეს ხალხი არის სიაში შეყვანილი. ეს არის აპრილის აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ხალხი, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ მუდმივად და როდესაც ერთ-ერთი ზაზაბრეგვაძე, ვიც ასევე ჩემ გვერდით იყო, დაიჭირეს და დააპატიმრეს, იარაღი ჩაუდეს, ეხლა მე უკვე იძულებულები შეიქნენ გამოეშვათ. მას უთხრეს და რომ ჩვენ ეხლა აი ამ პიროვნებებსაც დავიჭერთ გორგიაშვილებს. რის შესახებაც მე პრევენცია რო გაგვეკეთებინა, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი ტელევიზიითაც გამოვიდა, გააფრთხილა საზოგადოება, მეც ვილაპარაკე ამის შესახებ. მაინც გააკეთეს იგივე და დაიჭირეს აი ამ მუხლით. ანუ ეს სხვათა შორის ისეთი თემაა. არა, თემა ძალიან სერიოზულია. იარაღის მუხლით არის. ბატონო ირაკლი, თემა არის უსერიოზულესი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვეტერანი პატიმრების პრობლემა დღეს გასახსნილი და დრო გვაქვს ძალიან ცოტა. ზარია პირდაპირ ეთერში, გისმენთ ბატონო. გამარჯობა ბატონო. ერთი რაც შეეხება ამ კონკრეტულ მუხს, ეხლა უბრალოდ რაზეც ქონდათ საუბარი. გუგაბინაიშვილი, ვეტერანი, მეომარი, დაჯილდოებული მხედრული მამაცობით, მოგესალმებით და ბევრი სხვა. მაგრამ მე ამ შემთხვევაში უფრო ვეკავდი თქვენ ეხლა ახსენეთ მიხეილ ცილიკიშვილი. მიხეილ ცილიკიშვილი იბრძოდა აფხაზეთში. ერთად მოგვიწევდა. 2008-ში კი დავიდა საომრად. მიუხედავად იმისა, რომ არ ეკუთვნოდა მიხეილ ცილიკიშვილი. და ადამიანი, რომელიც 2008 აგვისტოში მიდის რუსთან საომრად, რამდენად ლოგიკურია, რომ 8 თვის შემდეგ უცბად აღმოჩნდეს რუსეთის ჯარის მოლოდინში. ხო, უკვე ძალიან ზედაპირულზე დევს ის ფაქტი, რომ შეთეთრული ამბავია, რომ რუსების მოლოდინი. ბატონო, ამ თემაზე ყველაზე საუკეთესო პასუხს გაგცემს ბატონი გელა ნიკოლაიშვილი და მოусმინოთ მას, ალბათ ეს ეჯობია. გისმენთ ბატონო გელა? იმდენი აბსურდებია ამ და სხვა საქმეებში, აი ამ პოლიტიკურ საკითხებში მაგალითად, რომლებიც აშკარად პოლიტიკური მოტივებით არიან დაპატიმრებული, რომ შეიძლება კურიოზებამდე მივიდეს საქმე. მე ამ 2 დღის წინ შევხვდი ერთ-ერთ პატიმარს, მაგალითად, მეომარი, ისიც ვეტერანია, გოგიტა არქანია, რომელიც დაკავებული არის აი ამ ცნობილი კოჭოია და ვიღაცები ტერაქტების საქმეზე 12 ტერორისტული აქტი რომ აპირებდნენ. ესე იგი,
ხო, ბილადენი. ამ ადამიანმა მომიყვა ახლა მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ამ ურთიერთობაშიც და გაგონილიც ბევრი მაქვს. თმები ყალღზე დამადგა პირდაპირ ისეთი ამბები მომიყვა, რომ რას უშურებოდნენ დირექტორის კაბინეტში და როგორ აწამებდნენ ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რისი თქვა მინდა, იცით რომ ისეთ აბსურდებს აბრალოდნენ იქ ხო თუ გახსოვთ ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი აფეთქება და ამიტომ ამერიკელები დაინტერესდნენ ესენი ჩვენი ხელისუფლება თავში წონებდა რომ აი ამერიკელების აფეთქება უნდათ რუსებს საელჩოში რუსების აგენტები არიან ესენი დავალება ჰქონდათ და ამბიც ვალაპარაკებდნენ და სამჯერ მქონდაო სხვადასხვა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაო ეს მიყვება გოგიტა და მეუბნება რომ ესაო მაგრამ რა თქმა უნდა დამუშავებული ნაწამები რომელსაც ყველაფერზე ხელი მოწერილი აქვს და ამ შეხვედრების დროს მოსასმენი აპარატურა დამიმაგრეს წანზეო რომ რა თქმა უნდა ეს საუბარი იცოდე რომ იწერება და შენ ცოცხალი ვერ გადარჩევი თუ რაღაცას ისეთ რაიმე არ წამოგდეს ზედმეტიო ეს ეუბნება ამ ამერიკელს უყვება როგორ ააფეთქა და ამ ამერიკელმა ახლა შესწავლილი ყავს და ეუბნება ეს ამერიკელი თურმე რომ მე მთელი ცხოვრება ვმუშაობ და ვსწავლობ რუსეთის სპეცსამსახურებს რუსეთის დაზვერვასო. გამორიცხულიაო რომ შენისთანა კაციო რომელიც ავღანიმაში ერაყში ომობდა, აფხაზეთში ომობდა, მეომარი კაცი ხარო და რაღაც გამორიცხულია რომ შენისთანა კაცისთვის რუსებს ეს დაევალებინათო. მე ვიცი მათი მუშაობის სპეციფიკაო და რატომ ატყუებო? ესაუნებოდა არა არ გატყუებ ნამდვილად მე გავაკეთე. ისე რომ ის ამტკიცებდა რომ ტყუილს ამბობ ნუიბრალებ თავზე შენ თავზე ამ დანაშაულსო და ეს უმტკიცებდა რომ ოღონდ არ მოეკლათ მე იმკიდან რა თქმა უნდა არ ეწამებინათ რომ არა ბატონო მე გავაკეთეო. ისე რომ ესეთ აბსურდამდე რა თქმა უნდა სწორედ თქვა ამ მსმენელმა რომ რამდენიმე თვის წინ თუნდაც 1-2 წლის წინ ებრძოდა რუსეთის არმიასთან საბრძოლველად წავიდა ადამიანი. და ესე უცბად აღმოჩნდა მე უკვე 2 წლის შემდეგ წავიდა რუსეთის ჯარს ელოდებოდა რომ რუსეთის ჯარს შემოძღოლოდა აქ. ნუ აბსურდია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესეთი აბსურდული ხელისუფლება. მე რა მაინტერესებს ამ 7 ნოემბრის ამბებზე რომ იყო ეს სასწაული რაღაცა მოახდინეს კიდევ მაგაზე რა გვეტყვა? არაფერი, ნუ ეს ჩვეულებრივი კიდევ ერთი უდანაშაულობის პრეზუმციის შელახვა სერიალი, რომელიც ესე ხო პროპაგანდით მართავდნენ, ტელემმართველობა იყო და დღეს კიდე რჩება სხვა შორის დღეს ხელისუფლებას რომ როგორც შევარდნაძის დროს ვითომ ოპოზიციაში იყვნენ, ნახევრად ხელისუფლებაში იყვნენ, პარლამენტის სასამართლოების სხვა სტრუქტურები მათ ჰქონდათ, დღესაც იგივე უნდათ ერქვათ ოპოზიცია, მაგრამ სტრუქტურები ხელში ჰქონდათ მაგალითად მერია, მაგალითად პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგალითად ადგილობრივი გამგეობები, სასამართლო და აი ეს ყველაფერი ხო და ამაშია საქმე რომ თუ გაფუჭდება რამე რა თქმა უნდა დაიწყებენ თავიანთი ტელევიზიებით ყვირილს ისე იმედი და ის მე რა ქვია რუსთავი როგორ გადაეწყო და იგივე რეალიტეტი ხო ხედავთ უკვე ამ ფონზე რა ქვია იმ დღეს ჰილარი კლინტონი ურეკავს ბიძინა სააკაშვილს ულოცავს და რაღაც და ეს მეშვიდე ნიუსად გაუშვეს და პირველი ნიუსი იყო რომ ხედავთ სამარშრუტო ტაქსი ვიღაცას ფული ამოაცალა აი როგორ დაიძაბა მაგრამ აი ესე და ჩემთვის ცნობილი გახდა რომ ძალიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკია შემოტანილი ქალაქში აი ეს გააკეთე ინფორმაცია? ესეთი ინფორმაციები მოდის რა თქმა უნდა, მაგრამ ინფორმაციას რომ ჭორი არ დავარქვა და ჩვენ ჭორიკნები არ დაგვარქვა, რასაც ხედავთ. თბილისში ყველა ჭორი რო სიმართლე არის, ამას ხო დარწმუნდა. რასაც ხედავთ ტელევიზიები რო ამას აკეთებენ და თვითონ ეს სტრუქტურებს რო ქმნიან, აი მამუკამაც თქვა წეგან მერიამ თავისი რაღაცა გასამხედროებული შექმნა და ამით რო აპირებენ რომ თან ოპოზიციაში იყოს, რაც გაფუჭდება ხელისუფლებას დაბრალდეს და თუ რამე გაკეთდება, თვითონ დაიბრალონ, როგორც შევარდნაძის დროს აკეთებენ. ესე აღარ გამოვა, იმიტომ რომ გაიარა ეს გზა. მივიღოთ ბატონო გელაზა არის პირდაპირ ეთერში, გისმენთ თქვენ პირდაპირ მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს სტუმრებს და თქვენს გადაცემას. მე ახლა თქვენთან მოვისმინე ბატონმა ბათიაშვილმა ბრძანა კვიციანის შესახებ. ისიც საშინელ ფაქტთან გვაქვს საქმე და პირადად მე ვიცნობ ამ მდგომარეობას. თავს ვიკავებ, რადგანაც მისი მშობლები ალბათ შეშინებულები არიან, ხმას არ იღებენ, სვანები არიან. ბავშვი რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარდა აქ თბილისში და დიპლომატიური დაამთავრა უნივერსიტეტში. შემდეგ ჩამოცილდა ამ პოლიტიკას, მე მაქვს საუბარი დათო ცინდელიანზე, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ეს ცაგური აჟღერებდა და აგრეთვე ვიღაცა ჩეხოსლოვაკიიდან ჩაერთო და მან ბრძანა რომ ეს ბავშვი წაიყვანეს, სადღაც კატერით შეიყვანეს, ზღვაში ესრულეს და ზღვაში ჩააგდეს. მე ვღელავ ნაბადიეთ. არა უჭერს ქალბატონო, რას იზარდს ჩვენს. და აღმოჩნდა რომ აი ახლა გაიშვერა რომ ეს ბავშვი ყავთ იმ
სულით ავადმყოფებთან არ ვიცი ეს სად არის მე ნაკლებად ვერ ყვევი ამ ამბებში უბრალოდ მე ვარ ობიექტივის მსმენელი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი ამიტომ მე ეს მაწუხებს როგორც თქვენ ყველას და თურმე იქ სულით ავადმყოფთა პალატაა თუ ოთახია თუ რაღაცა იქ აყავთ საშინელი თბილისში ყავთ ეს ქალბატონო? არავინ არ ამბობს ამის შესახებ. ეს ამათმა არ ვიცი ვინ, მე არ ვიცი სახელს ვერ ვარქმევ, საიტზე სადღაც. იქნებ ქალბატონო რამენაირად დააზუსტოთ თქვენი მხრიდან ეს ინფორმაცია და ცოტა უფრო ზუსტი ის მოგვაწოდოთ ინფორმაცია. დააზუსტებულია ბატონო, ეს არის იმ სულით ავადმყოფთა ვერავის ვერ ეჩვენებაო და არც აჩვენენ და მისი ადვოკატი ეუბნება ჩემო საყვარლებო რომ ჯერ მოვითმინოთ. ეუბნება ეს ქალი ვიღაცა არის ადვოკატი. ვინ არის მისი ადვოკატი? დაზუსტებულია რომ ეს იქ არის ჩასულა სააკაშვილი იქ და დედამ მისცა წერილი სვანეთში ახლახან რომ იყო ბოლოს და არ ვიცი ჩასული და მის შეპირდა რომ ამას გამოვიკლევ და მე რამდენადაც ცნობილია იმის მერე გაიჟღერა ამ ამბავმა რომ საჭიროში ჩვენ ამ ამით აუცილებლად დავინტერესდებით ქალბატონო რაღაცას გამოვაკლოთ ძვირფასი ხალხი ყავდა სხვათა შორის და იმ კრიციანის ნათესავია ეს ბატონო იქნებ თქვენც მერე შემოგვეხმიანოთ გადაცემის შემდეგ ხო აი გადაცემის შემდეგ ქალბატონო მე ძალიან მთხოვნებ დავიკავშირდეთ ბატონი მამუკაც აქ არის ბატონი ირაკლი ბატონი დგელაც და იქნებ უფრო დაზუსტებით გველაპარაკოთ გადაცემის თვითონ ეს ფართო ცოტა მეტი სასაუბრო ეს გადაცემაში ამ საუბარს ვერ მოვაცრებთ უბრალოდ დიდი მადლობა ქალბატონო მე ახლა მინდა მამუკა არაშიძეს ბატონო მამუკა თქვენ მოგმართოთ აი გარდაბანში ორი ადამიანი შიმშილობს ორი ვეტერანი შიმშილობს ალბათ ეს მაგათი თავისებური პრევენციაც არის რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ვეტერანი არ ყავდეს ხო? გასაგებია თავისებური პრევენცია. შიმშილობის თვითონ მიზეზი რაც არის გასაგებია. ხო, ეს ყველამ გავიგეთ. აი ბატონმა შიომ გითხრა რომ ვეტერანებზე გითხრა საერთოდ ვეტერანები გვერდში უდგანან ერთმანეთს ყოველთვისო, ხო? და აი ამ შემთხვევაში ოცნებამ რატომ მიატოვაო თავისი ხალხიო არჩევნების ამ პერიოდში ეს საუბარი არის იმ სიტუაციაზე რაც თქვენთან მოხდა. თქვენ ფაქტურად გაიმარჯვეთ ეს ჩვენთვის ცნობილი არის, იმიტომ რომ ყოველგვარი დათვლებით წინ იყავით, ყველანაირად წინ იყავით თქვენს ოპონენტთან და აღმოჩნდა რომ დამარცხებულად გამოგაცხადეს. ხო, ეს სხვა გადაცემის თემა, მაგრამ ამ ვეტერანების ამბავი მაინტერესებს. ხო, საინტერესოა ვეტერანების ეროვნება. ერთი ოსია და მეორე აზერბაიჯანელი. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია თავისთავად, ორივე ვეტერანი. მაგრამ ჩვენთან კი, ორივე აფხაზეთის ომის ვეტერანია. ერთი სახალხო ფრონტის იმიდან რა ქვია, გასულ იმედი იყო ასეთი შეშენა ერთი და მეორე არის ჩემბადან 21 ბრიგადიდან. ესე იგი, პრინციპში ეს თავის ხა კითხვა იყო ასეთი, რატომ მიატოვა ოცნება ახლა? ნუ პრინციპში მე ვარ ოცნების წარმომადგენელი და ჩვენი შტაბი და სხვა, მაგრამ კითხვა არის აბსოლუტურად სამართლიანი, ლეგიტიმური და მე უნდა გითხრათ, რომ გულგატეხილობა და წყენა თუ აქვს ამ ბიჭებს, ზუსტად ეგ აქვს, რომ არ ჩამოვიდა შტაბის წარმომადგენლები ოცნებისა ხარდასაჭერად. ხო, მაგრამ ხარდასაჭერად. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი ჩამოვიდა, ზუსტად შეესწრებოდა ამას. ეს იყო 3-4 დღის წინ. მე მომსწრება, რომ ვეტერანები დაირადნენ და წამოვიდნენ. კი, ვეტერანები წამოვიდნენ, საზოგადოების სხვა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები წამოვიდნენ, სხვა და სხვა. რასაკვირველია, მათ მეტი ყურადღება უნდათ, ეს ბუნებრივია. გასაგებია და გუშინ ტელევიზიაც იყო, ექიმიც იყო სხვა. მაგრამ ეს მეტი ყურადღება ადამიანს ბუნებრივად ჭირდება და ასეც უნდა იყოს. და როდესაც ისინი ამბობენ რომ ჩვენ გვინდა რომ ოცნების ხელმძღვანელობაც იყოს ჩვენ და წარმომადგენელი მე ეს არ მიკვირს თუმცა ერთ-ერთი მე ვარ რომელიც იქ არის და სხვა ჩვენი შტაბის წარმომადგენლები. ეხლა სხვა შორის უნდა გითხრათ რომ ასეთი მე საერთოდ ისეთი გაღიზიანება მაქვს ყოველთვის კარგი გაგებით ვეტერანების აი ესეთ შიმშილობას და რატო აქციაზე საერთოდ გაღიზიანება იმ ვეტერანების მიმართ კი არის სიტუაცია რა თქმა უნდა ისე იგი, ეხლა რომ გავიხსენოთ, ბოლო აი ირაკლიც აქ მოწმეა და იტყვის რა, ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენჯერ ნახეთ უკვე ვეტერანების აქცია. სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მიზეზით, ხან სად არიან დაწოლილები ამ შიმშილობის აქციაზე. ეს ხალხი არიან აქტიურები, სოციალურად აქტიურები. ესე იგი, ესეთი ქვეყანა გქონია, რომელიც თვეში ერთხელ უნდა იყოს შემსწრე ვეტერანების აქციის. და ვითომ ეს ადამიანები ვიღაცა მათხოვრები არიან, რომელსაც არანაირი დამსახურება არაფერში არ აქვს და აუცილებლად უნდა იყვნენ, ესე იგი, ასე ვთქვათ, ეს ძიმე სოციალურ მდგომარეობაში. და ეს აქციები ხო სხვადასხვანაირია. ზოგ შემთხვევაში ეს არის სოციალური, ზოგ შემთხვევაში ეს არის უყურადღებობის, ზოგ შემთხვევაში არის კანონის ხარბეზების გამო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არის სუფთა ვაჟკაცური და მამაკაცური სამშობლოში მიმდინარე პროცესების გამო. თავის ქვეყანაში უნდა სიცხლე გაიგეს. იმას პოლიტიკური და არ ყიდა რა გინაი და არ. ხო
და აქ კიდე დიფერენცირებაა, რომ ის ვეტერანი 2008 წელს რო იბრძოდა და ის არ არის ვეტერანი, ვინც მანამდე იბრძოდა. ეს დიფერენცირებაც არის დაპირისპირებული. აგერ ეხლა თქვენს მიერ ცალიკაშვილი თქვენს მიერ ნახსენები ყველაფრის ვეტერანია და რაქნას მეტი კაცმა და ზის, იმიტომ რომ ვითომ რუსეთის ტანკების შემოსვლა უნდა და პირველ სოფლიოში არ იყო დაბადებული. პირველ სოფლიოში არ მონაწილეობდა და ხრესილის ბრძოლაში არ მონაწილეობდა კიდევ. თორე დანარჩენი ყველაფერში მიუღია ამ კაცს მონაწილეობა. ნუ სირცხვილია რა, სირცხვილია ერთი და ეხლა ჩემი მე სადეპუტატო მანდატი მექნება არ მექნება ნიშნულობა არ აქვს. ჩემი ბრძოლის ერთ-ერთი სფერო არის ვეტერანების უფლებები. და ვეტერანებისგან მას დელეგირებული მქონდა, როცა პარლამენტში მაგზავნიდან ეს მქონდა დელეგირებული ზუსტად რომ ერთ-ერთი მათგანი შენ უნდა იყო, ვინც ამისთვის გაიღებს დროს, საშუალებას და ხმას ამოიღებს. ამას აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ რომ ის რაც ხდება დღეს ყველა შორის არის გაგზავნილი წერილი უკვე ესე იგი სოფლიო ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციაში აი ამ ფაქტის გამო რომ ვეტერანები შიმშილობენ კიდევ ერთხელ და იორდანიაში იმართება ცოტა ხანში კონგრესი რომელზეც ჩვენი ვეტერანებიც არიან მიწვეულები მე არა ვარ მათ შორის მაგრამ სხვები არიან მიწვეულები და ზუსტად იქ გამოსანება უნდა იყოს საკითხული იმ თემაზე რა მდგომარეობაა რა სამარცხვინო მდგომარეობაა საქართველოს ვეტერანთა შესახებ მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი თქვენ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. მოგესალმებით ხალბატონო. მე ვარ მანელა ნიკოლაიშვილი და აი ახლა მოусმინე სამთავრობო არხებს ამ წასული ხელისუფლების და თუ შეიძლება აღსფოთდი განათლების და მეცნიერების მინისტრის პორტფელთან დაკავშირებით და ძალიან ვთქვათ რომ გამომატკლებინოთ აზრი. ესე იგი რა და ძალიან მოკლედ ცოტა დრო მაქვს დარჩენილი. მეცნიერების სისტემამ ყველაზე მეტად ვიბრძოდით ამ სფეროს წარმომადგენლები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ვინ დაასახელეს ხალბატონო მანანა? ვის მოვიდა თავში აზრად რომ ალექსანდრე ლომაიას ძმა გია ლომაია დასახელდეს მინისტრობის კანდიდატად. რა უბედურებაა ეს? ნუ თუ არ შეიძლება რომ დასახელდეს ვინმე ნორმალური. ვინც იბრძოდა? ვინ დაასახელა? გასწიეს გვერდზე. მე პირდაპირ ერთი ვინ დაასახელა? ეხა დიდი ბორტიშით რომ შემოგეჭერით სულ სხვა თემაზეა, მაგრამ მე ვასახელებ თუ ამ ხალხმა ვერ გაიგო ვინც დაასახელოთ, ხო? თემურ ნანეიშვილს, ბატონ თემურ ნანეიშვილს ვასახელებ მინისტრობის კანდიდატად. ეს არის მადლობთ ხალბატონო მანანა, დიდი ბოდიში უნდა გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ ვეტერანებთან დაკავშირებით. საოცრებები მესმის ამ დღეს რა ვინ ლომაია ალექსანდრე კახალომაიას ძმაზეა საუბარი და მე ხა აქედან გავიგე. ხო, ჩვენ არ მოგუსმენი ახლა ამ წუთში სასწაულია, მოკლედ ამის განხილვა ჩვენ ახლა რო დავიწყოთ, შეიძლება 10 გადაცემა არ გვეყოს ამ თემაზე. მე ახლა რამინდა აი სამი რესპონდენტი აკუთვნდები და მინდა ერთ რამე შევეკითხოთ. თქვენ ყველამ კარგად იცით 18 სექტემბერს რაც მოხდა საქართველოში და ეს ამბავი ისტორიული დღე არის ჩვენთვის. გუშინ ჩამომზადდა ქალბატონი ირმა ინაშვილი. ირმა ინაშვილი ჩვენი ხელმძღვანელი არის, თქვენ მას კარგად იცნობთ და იგი ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს ჩვენს მაყურებლებში და ჩვენს ყველგან. აი როგორ თვლით თქვენ სუყველანი აი არჩევნებთან შეხებაში რამდენად იმოქმედა ქალბატონი ირმას მიერ მოწოდებულმა მასალებმა ბრიუსელიდან ამ არჩევნების შედეგებზე. აი ორი სიტყვით სუყველა ეს არ მინდა მე ამაზე დიდი ხანს საუბარ, უბრალოდ ეს მინდა ვიცოდეთ. საზოგადოების საბოლოო კონსოლიდაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აბსოლუტურად გადამწყვეტი როლი ითამაშა. თქვენ ბარათურით ბატონოგელა. მე მამუკას ვეთანხმები, ოღონდ ერთს დავამატებ, რომ ახლა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდათ რომ მხოლოდ ამას გადააბრალონ თავიანთი მარცხით, თორედ ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად გქონდაო. ეს აიტაცეს მათ, მაგრამ იმის თუ ძირითადად რატო უთხრა მათ ხალხმა არა ის უკანა პლანზე გადადის და ის რომ მათი პოლიტიკა იყო ანტიხალხური. ეს რა თქმა უნდა, აი საბოლოო რაც მამუკამ ფორმულირება ჩამოაყალიბა, საბოლოო კონსოლიდაციაში ხალხის რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ითამაშა. გისმენთ ბატონო ირაკლი? უნდა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. ორი აზრი არაა რომ ჩვენ ხალხში რომ იყოს სიძულვილი საერთოდ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ამაში ორი აზრი არის. ჩვეულებრივ ნორმალურ პირობებში ნაციონალური მოძრაობა ახლა რომ ჩაგვეტარებინა ჩატარებული საერთლა სამმართველიანი თავისუფალი არჩევნები 5%-საც ვერ აიღებდა. მაგრამ ამ ესე იგი და რა თქმა უნდა ქართული ოცნება სარგებლობდა აშკარა იყო ესე იგი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ხარდაჭერით. მაგრამ ხალხში იყო ჯერ მაინც შიში. აი ეს იმიტომ იყო ნაცმოძრაობა და სააკაშვილი ამ ამბებამდე მაინც თავდაჯერებული. აი და ეს შიში დაიძლია იმ უზარმაზარი რეაქციით, რაც გამოიწვია ესე იგი აი ამ მასალის გაშვება. აფეთქება მოხდა, რომელმაც დაგატეხა საბოლოოდ ეს შიში. ეს არის ფაქტი, ამაში ორი აზრი არ არის.
ამან გამოიწვია უპრეცედენტო ბოლო წლებში მოვლენა მე არ მახსოვს ეროვნული მოძრაობის მერე ესე დაძრულებო სახალგაზრდობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია მე ხლა უყურებდი და ესე მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ხალხი იპოდრომზე რო შეიკრიბა ყოველ ახალგაზრდობა ამ რაოდენობით არ დაძრულა როგორც აი ეხლა დაიწყო და ამაში ამ ამბავმა რა თქმა უნდა უდიდესი როლი ითამაშა ასე რომ ამ წვლილის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ირაკლის მე მგონია რომ რა არ ვიცი აი როგორ უნდა ვთქვა როგორ უნდა გამოვსახო ეს საკითხი მე არც კი ვიცი იმიტომ რომ მე დარწმუნებული რომ არა ეს ფაქტი შეიძლება იმდენი თავხედობა ყოფნა ნაციონალურ მოძრაობას რომ 22-30%-ზე მეტი არ დაეწერა ხო მეტი არ დაეწერა ხო 22-30% დაუწერდნენ ოცნებას და 60-60% წაიღებდნენ იქ რაღაცას ვიღაცას მიუგდებდნენ მოუგდებდნენ და ისევ იქნებოდნენ და კარგად და მშვენივრად და ყველა რომ ამ არჩევნებს ჩვეულებრივად ამ სიტყვას კიდევ ერთხელ ჭალებში ვიყო გაუправები და ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება იმიტომ რომ ესე ხდება რატომღაც ესე ხდება მაგრამ ნუ ამ დროს არ გამოუვიდათ. დავუბრუნდეთ ჩვენ ვეტერანების საკითხს ისევ ბატონო მამუკა თქვენთან ვიქნები შეკითხვით ისევ აი რა ვქნათ ახლა რა უნდა ვიმოქმედოთ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ უახლოეს ხანებში ეს ყველაფერი აი მოვამთავროთ და როგორ უნდა ვეტერანები პოლიტპატიმარი ვეტერანები გამოუშვათ გარეთ. ნუ ჯერ ერთი ჩვენი სადარდებელი ვიდარდოთ. გასაკურველია მე ქვეყნის და ჩვენი. მე ვფიქრობ რომ უნდა შეიქმნას ამინისტიის რეჟიმი საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, მაგრამ ამინისტიის რეჟიმს ეს ადამიანები ვერ დაელოდებიან, ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს ნუსხა, რომელიც აი ბატონ გელასა აქვს მომზადებული, მის გუნდსა აქვს მომზადებული, აგერ ირაკლი თქვა. 100 კაცამდე ეს ხალხი. ეს არის ხა ვახომ აისაიაზის იქ ჩვენი კოლეგა უჭკვიანესი და პერსპექტივა. უხროვანის ამბავი ესენი სულანი გადაცემის თემაა. ესენი არ ხას უსვამ, რომ მე ვიღაცამ არ აირიოს და არ დაიწყოს იქ ზედმეტი ლაპარაკი, იქ გარეთ იმენა თქვა კრიმინალებზე მე ლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვინც საერთოდ აქაური არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებებით დამცველი ორგანიზაციები, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციები ცნობილია როგორც მათ შორის არის ვეტერანებიც. ცნობილია პოლიტპატიმრად, სინდისის პატიმრად, უკანონო პატიმრად, ყველა ისინი უპირობოდ დღესვე უნდა იყვნენ განთავისუფლებული ბუკვალურად, აი რა 100 კაცია, ხო მე მგონი. სხვადასხვა მიტინგზე დაპატიმრებულია, ყველანი უნდა იყვნენ გარეთ. აი ეს პირველ რიგში. და მე ვილაპარაკო სხვაზე. ერა ბრატიშვილი, ხო. ხო, ამ იმის ენვერის მონაწილეები რა. ხო, ეს სასწაული ოპერაცია რო ჩაატარეს, სახელებს სად იგონებენ, სად ვინებუნებათ, რომ ეგრე უნდა დაარქვან ოპერაცია. ხო, მე რა ბრატიშვილი და ბაკურ კიღურაძე და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოთვალო კიდე. თქვენ რა ვუტოთ დაგნაგებამ თემაზე? რა თქმა უნდა. რა სია არის და რა მხელა სია არის, თქვენ ყველაზე კარგად ექსპერტუნა არის. ეხლა როგორ არის, იყო 119 კაცი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მაგრამ ეხლა იმ კომისიაში, რომელიც ერთ-ერთი რიგითი წევრი მეც ვარ, შემოდის განცხადებები, ახლა რა თქმა უნდა, ბევრმა ისედაც მათ შეიძლება მოინდომოს, რომ პოლიტიკურ პატიმრობასთან შეხება არ აქვს და ჩვენ მაგას ვახარისხებთ და ვამბობთ, რომ ეს წადით და პოლიტიკასთან შეხება არ ქონია ამას და უკანონო პატიმრების სიაში კი უკანონო პატიმრები ძალიან ბევრია. მაგრამ რაც შეხება პოლიტპატიმრებს, ახლა ბევრს ქონდა მაგალითად საფუძველი იმისა, რომ არ შემოეტანა განცხადება. მე მეცაც გეტყვით, როდესაც ამ ყინწვისის ამბავზე რამდენიმე კაცმა გაბედა და შემოიტანა და ეს პოლიტპატიმრებად იქნენ ცნობილი თვეების წინ. რამ უმრავლესობას ეს ეშინოდა, არა და საქმე ერთი და იგივეა, ხო? მათი ოჯახის წევრებმა თქვენ მერე თქვენ გარანტიას გვაძლევთ, რომ იმათ იქ ციხეში არაფერი მოუვათ და არ მოკლავენ და არ აწამებენ და აქედან გამომდინარე, აი ეს ხალხი ახლა ნელ-ნელა რა თქმა უნდა უკვე გათავისუფლდა ეს ქვეყანა ყოველ შემთხვევაში დაიწყო გათავისუფლება ამ ჯოჯოებისგან, ასე რომ ვთქვათ, აი ამ უკვე მოდიან და ესეთი ადამიანებიც ერთი და იგივე საქმე ზოგი რო იყო ცნობილი და ზოგი არა, ისინი თითხოვენ რა თქმა უნდა ამ სტატუსის გალბატონ ირმა ინაშვილის თქმით 90% პატიმრების არის უკანონო, მაგრამ აქედან ის რასაც ქვია სინდისის ისე რომ ეს რიცხვი 200-მდე რო ავიდეს, მე არ გამეკვირდება. ეხლა დღეს როგორც გითხარით 119 იყო აი არჩევნებამდე. ეს ხალხი არის პირველ რიგში, უპირობოდ გამოსაშვები, სასწრაფოდ გამოსაყვანი. ხო, ამას არ უნდა არც გამოძიება, არც სასამართლო, არაფერი არ არის საჭირო. თქვათ აზერბაიჯანში ცნობილი არის ამდენი რაოდენობის არის. აი საინტერესო მომენტია, აი პოლიტპატიმრობას ახან შევეხეთ, აზერბაიჯანში 2001 წელს მიიღო სპეციალური მომხსენებელი დანიშნეს სტრესერი ევროპარლამენტმა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და მიიღო დეფინიცია აზერბაიჯანისთვის რა არის პოლიტპატიმარი და ამის საფუძველზე დაახლოებით 500-მდე პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.
ამის შემდეგ დღეს ერთეულები არიან პოლიტპატიმრები და ჩვენ გვქონდა მცდელობა უფლებადამცველებს რომ ეს დეფინიცია გავრცელებულიყო საქართველოსაც და სულ ერთი კვირის წინ ევროსაბჭომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში მიიღო გადაწყვეტილება თითქმის იგივე დეფინიცია, იქ ცოტა ტერორისტულ აქტებზე ცოტა ის ცალკე გამოყვეს და დანართივი თქვეს რომ თუ იმ შემთხვევაში შეიძლება ტერორისტულ აქტებში ბრალდებულები პოლიტპატიმრად გამოცხადდნენ თუ დამტკიცდა რომ ყველა სამართლებრივი პროცედურა არის კანონის დაცვით ჩატარებული თუ არ არის კანონის დაცვით ჩატარებული და საერთაშორისო ნორმების დაცვით მხოლოდ ამ შემთხვევაში თორე ისე ტერორისტულ აქტებში ბრალდებულები ცალკეა დანარჩენები ყველა იგივე დეფინიცია გავრცელდა, ოღონდ არა მხოლოდ საქართველოზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომ აი ეს დეფინიცია გაითვალისწინონ 47-ვე ქვეყანამ, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ და უფრო მეტიც, მან მოუწოდა ამ ქვეყნის მთავრობებს, რომ ამ ადამიანების, ასეთი ადამიანების პოლიტპატიმრების საქმე მან გადასინჯონ, ან წინასწარ გამოძიების ეტაპზევე, ან სასამართლოთი და ისინი გაათავისუფლონ. ეს იყო პირდაპირ რეკომენდაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისადმი. აი ეს არის ბოლო ხანებში მომხდარი ცვლილება. ბატონებო, დღეს უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის სვლელობა, იმიტომ რომ თავდება გადაცემა. ჩემი დღევანდელი სტუმრები იყვნენ ბატონები მამუკა არეშიძე, ირაკლი ბათიაშვილი და გელა ნიკოლაიშვილი. ამ ხალხს მე არ მგონია რომ ვინმესთვის წარდგენა სჭირდებოდეს, ეს გულანტებული ხალხია, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე, წლების მანძილზე იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის, რომ დასადგურდეს ბოლოს და მართლაც დემოკრატია ერქოს ამას და სხვა არაფერი და არ იყოს გადახო გადმოხოვები, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მივახცეთ. იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამას ჩვენ მივახცევთ. რა თქმა უნდა, რომ გავითვალისწინოთ ამ ბატონმა უნდა ყველას აზრი გაითვალისწინოს. პირველ რიგში არიან გამოსაშვები პოლიტპატიმრები, მათ შორის ვეტერანი პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები ამის შემდეგ, იმიტომ რომ ეს ყველანი ძალიან ბევრი არიან. მე მესმის რომ 45,000-მდეა პატიმარი, ერთ დღეს 45,000 კაცის გამოშვება ეს არის გამორიცხული. ფაქტურად არ არსებობს, მაგრამ ის 150-200 კაცი როგორც ბატონი გელაიზახს 119 იყვანო თავიდანო, ხო, უნდა გამოეშვათ. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდით.